Ტერნულთა და ეკომიგრანტთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის, ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნა. Ტერნულ ოჯახებს 6 თვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩიონ. როგორ ველოდი რო იცოდეთ, ძალიან ველოდი და რო დამირეკეს გუშინ, ესე იგი ცრემლები წამოვივიდა სიხარულისგან. გაგრიდან დევნილი 79 წლის თინა გვათუო ბინას აფხაზეთიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ ელოდება. ზუგდიდში ქირით 10 წელი ცხოვრების შემდეგ მალე ისევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკუთარი სახლი ექნება. როგორც კურიერს უყვება საცხოვრებელი უკვე შერჩეული აქვს. ასე მოთმინებით ვიცდიდი და მე რო ვიფიქრე უკვე რომ ჩემი კატეგორია როდის მოვამეთქი ბინა რო ვიპოვე, მე გადავწყვიტე რომ შესყიდვა გამეკეთებინა. ჩემი რომ ექნება ეს რამხელა ბედნიერება, ეს ალბათ ყველამ შეუძლია გაიგოს, ვისაც ეს გამოუცდია და არც გამოუცდია, იმიტომ რომ შენი ყოველთვის შენია. ხვალ დაბადების დღე მაგ და მადლობა ასეთი საჩუქრისთვის. მსგავსი საჩუქარი ჯერ არ მქონია. თინა გვათუას მსგავსად სახელმწიფო 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს 6 თვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. 2000 ოჯახიდან ბევრი წარმოადგენს სახლს და რა თქმა უნდა იქნება შესაბამისად თანხები გადარიცხული. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაორმაგებულია ბიუჯეტი წელს. თითქმის 70 მილიონს მიაღწია, რამდენი განცხადებაც იქნება მომავალში შემოტანილი. ჩვენ ყველა განცხადებას გავივლით კომისიური წესით და შესაბამისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე ამგვარი განცხადებები უკლებრივ ყველა იქნება დაკმაყოფილებული. 2000-ზე მეტ დევნილს ეთქვა თანხმობა, თუ 6 თვის განმავლობაში მოახერხებენ და წარმოადგენენ შესაბამისი სახლს სააგენტო მათ შეუსყიდის და გადასცემს საკუთრებაში. წელს უკვე 700-ზე მეტ დევნილს შეუსყიდეთ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ასეთი ოჯახების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. სოფლად სახლის შესყიდვა არ არის მარტო ჰუმანიტარული არსის მქონე ბერკეტი, ეს არის სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება სოფლის გასაძლიერებლად, მაგრამ ის რაოდენობა, რომელიც დაკმაყოფილდა აი ამ რესურსით, ამ ბერკეტით, სამჯერ გაიზრდება 2025 წელში და უკვე საუბარია 2000 ოჯახზე. სახლების შესყიდვის პარალელურად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ერთდროულად 5 ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. 5-ვე პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.